სამლავით მეგობრებო, დაკომა ყავს, დაგათვალიერებინებთ უცებ მდგომარეობას. Так, აი ეს კრილო გვაქვს გამოსაყვანი. ალუმინიას და ეს თამაშოს შიგნით მოგვიწევს დამაგრება, რომ აქედან მუშაობის საშუალება გქონდეს, იმიტომ რომ კალოტკის ყოველი გასმის მერე აი ესე მოძრაობს და თამაშობს რა. ეს იქიდან გამომდინარე ძალიან თხელია, თვითონ ქარხნულსაც თხელია და მაგიტომაც აი ესეთი პრობლემა აქვს, მოკლედ. აქაც აი ესეთ ნამუშევარია, მოკლედ აი ეს ყველაფერი გვაქვს გასაკეთებელი, აი ესაც ანალოგიურად ეს ადგილი, ხა ეს ადგილები ყველაფერს გავასუფთავებ. ანალოგიურად აი ეს ადგილიც აქ კარებზე აი ესეთი რამდენად გამოჩნდება, არ ვიცი აი აქედან. აი აქ შუა გოლზე აქვს. აქ ესე ამობერელებით აქ შუა გოლზე. იქიდან გამომდინარე, რომ მოკლედ აქეთან მხარეს აქ კიდე რაღაც პრობლემა, მოკლედ. აი ეს ადგილი გვაქვს დასამუშავებელი, ეს ყველაფერი შემოვკეთეთ, ესე აკურატად, რომ შიგნით სალონი არ დავსვაროთ, ესაც ესე. ამ კრილოს რაც შეეხება, არის ტაივანი გენდა, ხო, ტაივანია მოკლედ. ახალი კრილოა, როგორც ხედავთ, მდგომარეობა აქ შტამპობის ადგილები, აი ესე ჩანს. აი როგორც ხედავთ, უსორები და შტამპოლები და თუ დაუკვირდით კიდევაც აი ესეთი წვრილი ჭურები აქვს იქიდან გამომდინარე, ანუ შტამპობა გაკეთდა და არანაირი გაწმინდა, არანაირი როიტყვინა ბიჟიროკა ეგრევე გადაისხა ზემოდან საღებავი და გავიდა. ანუ მაგაზე არ აქცევს ყურადღებას რა. ზოგადად ეგეთი რო წესით უნდა იყოს. სველის ველზე შეღებო იდეალურად გამოვიდეს და ქავის ქარხნულ პარამეტრებზე დაждდეს, ანუ თვითონ ვინც უშვებს ამ კრილოებს და ვინც ასხავს, ეგეთი რაღაც მაგათ არ აინტერესებს და იბეჭდა გადაისხა ლიშბი არ დაჟანგდეს და გავიდა გასაყიდად. მაგიტო აქ აი ესე ჭურები აქვს, იქიდან გამომდინარე თვითონ ჭუჭყიან მეტალზეა დასხმული და მაგიტომაც აი ესეა სო. აქაც აი ესეთი პრობლემა აქვს, როგორც ხედავთ, თითქმის თან ფორმა აქვს, თან ჩატეხილი აქვს რა, აი ეს ადგილი, ესაც გამოსაყვანი გვაქვს. მოკლედ, შტამპობის ადგილებიც გამოსაყვანი გვაქვს. რაც შეეხება კარებიც ანალოგიურად, აი როგორც ხედავ, შტამპობის ადგილები, როგორც ყოველთვის, მანქანა როგორც ბეჭდავს, აი ეს ფორმები აი ესე ჩანს. მეგეთყობა კიდევაც აი ამ ადგილებში. აი ესე, აქაც ჩავარდნილი აქვს, აი როგორც ხედავთ, ესაც თვითონაც დაწერტლილია, როგორც ხედავთ, აი ეგრე ჭუჭყიანზევე დასხმული ეს ყველაფერი. მოკლედ ესაც დასამუშავებელი გვაქვს. აი ეს ფორმები აი ესე უშინოთ აქ, როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი არის. მანქანა რაც ბეჭდავს, იქიდან გამომდინარეა, ზუსტად აი ეს ფორმები ასე გაუბედურებული. კაი, ხა გადავიდეთ აქეთან მხარეს, ესაც აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს აქეთან მხარეს, ესაც დასამუშავებელი გვაქვს, მოკლედ ესაც დასამუშავებელი გვაქვს, ეს კრილო ესაც და შიდა მხარებს. რაც შეეხება პლასმას, აქ ქონდა დაზიანება და გაკეთებულია, აქაც ქონდა დაზიანება და ესეც გაკეთებულია. так, კიდე აქაც რაღაცა ქონდა და აქაც გაკეთებულია, მოკლედ იდეალურად. და გადავედით ახლა თავის 4 არკაზე, 3 არკა გვაქვს, ერთი გზაშია და ველოდებით, ერთი არკა აი ესე გვაქვს დაზიანებული, როგორც ხედავთ ჩემო მეგობრებო. აი ესე გვაქვს ესე დაზიანებული და ესეც აქეთან მხარეს გვაქვს დაზიანებული მეორე არკა. ეს და იგივე მოწყობა უდარისგან გასმისგან. აი ესე გვაქვს აი ესე გაფუჭებული, მოკლედ. მოკლედ აი ესე ხა გადავიდეთ თავის ქვედა დამატებაზე, აქაც აი ესეთი დაზიანება აქვს, როგორც ხედავ. მოკლედ ეს ყველაფერი გაკეთდება. აი ესეთი სიტუაციები გვაქვს ყველა თითოეულ დეტალზე. აქაც ანალოგიურად. მოკლედ დავიწყებ ამ ყველაფრის დამუშავებას და მერე უკვე გადავიღებ ეტაპობრივად განახებ, როგორ მივიწევით წინ, თლიანი მანქანა შევფუთეთ. რო არ დავსვაროთ, აქეთან მხარეს ხა განახებთ ქარხნული თვითონ როგორია. აი ქარხნულსაც როგორც ხედავთ, აი ესეთი მდგომარეობა აქვს ქარხნულსაც. ხო, ანუ ჟად ბევრს არ მოგწონთ ხვდები, მაგრამ აი ეს არის ქარხნული რა. აქ ფაქტიურად ალბათ ერთი სველი პირია დასხმული, მაგიტომ აი ესე
ძალიან წვრილი ჟატი აქვს ადგილ-ადგილ. და მაგიტომაც რა იტყვიან ესეთი პრობლემები აქვს და შეიძლება როგორც ხედავთ დატალღულივითა, მაგრამ აენერ პრობლემა არ აქვს. იდეალურია ქარხნული, ანუ ქარხნული მანქანაა მეგობრებო რა. არანაირი პრობლემა არ აქვს, არც ამას არ შეღებილი არ არის. უბრალოდ ქარხანა აწი აღარ აქცევს ხარისხს ყურადღებას და აი ესე გვატანს თავის გამოშვებულ მანქანებს. მე თუ არ დამავიწყდება, იქეთ ამაკ ტესტერითაც მე შევამოწოთ დარწმუნდეთ, რომ ქარხნულებია ეს ყველა აქეთ მხარე. მოკლედ ესე ჩამეგობრებო, აი დანარჩენს უყვარ. მე გადავიღებ, დავიწყებ მუშაობას, დამუშავებას და თორემ და დანარჩენს მე უკვე განახებ რა ეტაპზე მივალთ. და მოკლედ მეგობრებო, გავასუფთავეთ ეს დეტალები, ესეც გავასუფთავეთ ნენაწინი ვიდივართ ამ მაშინკით. მე უკვე გადავყვებით წვრილმან ადგილებზე, აი ესე წვრილმანი წერტილები, სადაც აქ ამებსაც ჩაღმავებსაც გავასუფთავებთ. რაც შეეხება ამ ნაკლატკასთან, აქ დავიჩეპეთ მოკლედ რო ვიტყვიან. აი ეს ნაკეცი აქვს, როგორც ხედავთ, შუაგულზე, ეტოვა გასმის დროს აქედნესია მოკეცილი. იმიტომ აი აქაც ეს მუცელი აქვს, როგორც ხედავთ, წამოწეული აქვს, აი. ანუ ეს დასაუთოებელი, ეს გაკეთდება და ისევ დაგიბრუნდება ეს დეტალი. დანარჩენს რაც შეეხება ვასუფთავეთ მივყვებით ეტაპობრივად. რაც შეეხება ჩვენ ტაივანის ნაწილებს, ფაქტიურად ზედა გრუნტიც კი რაც ასხია სველია ჯერ კიდე. ადგილ-ადგილ ესეთი კიკაწრება კიდევაც. აგე შკურკიცას შკურკავდა ყველაფერი ფაქტიურად ზედ რჩება. იმიტომ რომ სველია. თუ რავი რა ჭირს არ ვიცი რაღაცა აქვს დაკლებული მოკლედ. ან გაზავებული აქვს რო იტყვიან ცოტა უხეშად რუსულად ნაატიბის. მოკლედ აი ესე შემომეგობრებო, დანარჩენს კიდე გადავიღებ ეტაპობრივად და გავვილთ კიდე როგორც მივიწევით ნენელა წინ. ესე იგი მეგობრებო, დავშკურკეთ ეს პირველი პირი. ნენელა გავდივართ წინ. კაროჩე რასაც ხედავთ, აი აქ ამ ადგილას აქ ჩავარდნელი და აი აქ კიდე კაი ჩავარდნელი რა. აქ ზოგადად ამას ესეთი ფორმა აქვს, აი პატარაც ჩაზნექილი აქვს, აქედანაც და აქედანაც რა ჯიგრულად ლამაზი ფორმა აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში სკროლად დაზიანებულია ამ ფორმას ცოტა რთულად გვიწევს გამოყვანა და შეიძლება ვერ შევინარჩუნოთ, იმიტომ რომ აი აქედან ისე უნდა დაიშპაკლოს აი აქამდე რომ ეს ფორმა მთლიანად გამოსწორდეს. აქ ჩავარდნელი აქ რო გავასწოროთ ჩვენ და აი ეს შავი რასაც ხედავთ აჟა თვითონ კალუტკაც ვერ ედება. აქაც რო გავასწოროთ ეს ადგილი, ანუ ეს ადგილი გამოგვივა მაქსიმალურად სწორად და იდეალურად, მაგრამ რასაც ქვია ეს ბუქნი, აი ამ ბუქნის გამოყვანა ცოტა გაგვირთულდება. მოგვიდეს ალბათ ხელიც აი ესე მუშაობა, რომ ეს ჩაზნექნული ფორმა გამოვიყვანოთ, იმიტომ რომ აქეთა მხარეს ახლა თვალით არ ემჩნევა, მაგრამ ხელში იგზნობა და შეიძლება გარეთაც შეემჩნეს. აი იქეთ აქ აი ესეთი რაღაცნაირი ფორმა აქვს, აი ამ ადგილას როგორც ხედავთ ჩაწეულივით ფორმა აქვს. დანარჩენი სუსწორი აქვს რა, ასეთი ცოტა მუცელივით მოდის ოვალივი და მე აი აქ აი ესეთი ჩაზნექილივით აქვს რა. და აქ მოკლედ ბევრი ვარ ვილაპარაკოთ, ხა გავუშვათ მეორებს და კიდე დავიწყოთ ამ ფორმების გამოყვანას. ასე თუ ისე გამაგრა რას თავარია აღარ თამაშობს დაშტივით. ნუ აი ეს მომენტი აქ უკვე ძლიერი დაწოლა უნდა რომ ესე ითამაშოს და თავარი რომ ნენელა უკვე მუშაობაში გვიწყობს ხელს. მე უკვე შიგნიდანაც ავაყრავთ ბეშუმს. ლისტებია ეგეთი, მითიდან გამომდინე ქარხნულ მანქანას რაც მოყვება, ავაყრავ და კიდე ესაც დაიჭერს რა, ერთჯერობით ამ ეტაპზე ვარ. მე უკვე გავყვებით დანარჩენს. Так, ესე იგი, ესეც მოხსენით, აქაც შევძვერით, მოკლედ ამ ყველაფერს ხა ჩვენ გავასუფთავებთ, რომ აქ გავაკრათ ლისტი, რომ აქეთა მხარე აღარ ითამაშოს თორემ მუშაობის დროს. ასე თამაშობს, რაც ცოტა გვიშლის ხელს ფორმის გამოყვანაში. ხო და ამას ხა დავამუშავებთ, მოკლედ მივაკრავთ ჩვენ ლისტს, ესეთი ალუმინის ლისტი გვაქვს. მოგვიტანეს და ეს უნდა მივაკრათ, შიგნიდან ეს ფორმა მოვჭერთ, მივაკრათ, რომ ბევრად მყარი იყოს, რომ მუშაობის დროს ნაკლები ითამაშოს, რომ ფორმები არ დაგვეყვას. Так, მოკლედ მეგობრებო, სანამ დავშფაკლავდი, რომ არ ეთამაშა, მოკლედ აქეთა მხარე გაგვიმაგრდა კიდევაც, აი ვაწყვი, აღარ თამაშოს. ნუ აქ უკვე ძალიან ძლიერი დაწოლა უნდა, რომ აქეთა მხარე აი ესე ითამაშოს. ნუ ესე აღარ თამაშობს, როგორც თამაშობდა. მოკლედ, აქეთა მხარეს აი ესე გავაკარეთ, იდეალურად ესე გამოვიდა და ქვემოდანაც კარგად ჩანს სხვათა შორის ლამაზად.
აი ესე. აქედან რამდენად ჩანს. აი ესე ლამაზად, აქედან გავაკარით, აი ესე. ქარხნულად, ასე ვთქვათ, ეხლა მეორე მხარესაც განახებთ. ანუ სხვაობა რო არ კონდეს, ანალოგიურად ჩემს საკუთარ მანქანასაც იგივეს ვიზავდი, სხვაობა რო არ კონდეს, აქაც ანალოგიურად აი ესე გავაკარით. აი ესე მარჩოს. აი ესე გავაკარით, აქაც და იდენტურია, როგორც იქეთა მხარეს, ანუ თუმცა რომ შეიხედები აქეთა და იქეთა მხარე როგორც ჩანს, ლამაზად აქაც ანალოგიურად აკრია იგივე ფორმის, იქაც ანალოგიურად იგივე ფორმის. ანუ გამოვიდა იდეალურად ქარხნულად, აი ეს კრილოს ბევრად გამაგრდა. აიც გამოვიდა მოკლედ. ახლა გადავიდეთ იქეთ მხარეს. დანარჩენსაც დავშპაკლავთ უკვე დანარჩენსაც მე უკვე გადავიღებ განახებთ. Сиана. მოკლედ მეგობრებო, ვაქცელებ დავამუშავეთ როგორც იქნა, რამოდენიმე ეტაპი მოუწია დაშპაკლას როგორც ნახეთ. ფაქტიოდ რა ხელაზე გაიშალა, რომ ერთიანობაში ჩამჯდარიყო. აქაც ანალოგიურად შიდა მხარე კი ნახეთ ავაკარით, რომ არ ეთამაშა, იმიტომ ეს თამაშობდა ტაშტივით, როგორც გახსოვთ, ხა გამაგდა კიდევაც, დაიცვა კიდევაც თავი. არ იდეალური, ესაც გამოგვივიდა იდეალური, ну ეს კანტი გაგვიკეთეს. ვეღარ მოვასწარე მისი მდგომარეობის გადაღება თუ რა ფორმით მოგვიტანეს, ეს იდეალურად არის ესაც, ესეც მზად არის. უბრალოდ ყველაფერს ერთად ეხლა ვერტევ, რომ ერთად დავუგრუნდო და ჯერ ამ ეტაპზე მანქანას დავუგრუნდაო. და მე უკვე პლასმასებს დავალაგებ და მე პლასმასებსაც რა თქმა უნდა დავუგრუნდაო. ეს კარბიც ანალოგიურად, აი რო ვიძახდი შუაში აქ ამბურცული მეთქი რა. აი ეს ფორმა, ზუსტად გრძელი კაულტით რო გავშკურგეთ, აი აქ დაიტოვა. ეს ადგილი უკვე აქედან რომ ჩავიდეთ, ფაქტობრივად კინამდე ჩავალთ. უკვე აქ აზრი აღარ აქვს ამის მეტი აღება და მაქსიმალურად გავასწორეთ როგორც შეიძლებოდა. აქედან მხარეს ესაც ესე დავამუშავეთ, ნუ ქვედა კარნიზების აი ეს იყო დამუშავებული ეგენიც წინა კრილოც როგორც ნახეთ. აქ ის დეფექტი ქონდა, აქაც ეს დეფექტი ქონდა დავამუშავეთ. ესაც შიდა მხარეები აი ესე გვაქვს დამუშავებული. აქაც რამდენადაც მიუდგები, მოკლედ აი ესენი გვაქვს. დასაგუნდი და ცოტა ზემოსაყვანი და ეს კარებიც მოკლედ აი ეს ადგილი გვაქვს, რაც ქონდა გაკეთებული და ეს როგორც ხედავთ დანარჩენია შტამპობის ადგილები, რასაც ხედავთ მიბრეცილი რაც არის, აი ესე გვაქვს გასასწორებელი რა. დანარჩენი არის იდეალური. так. ამ ყველაფერს დავუგრუნდავ, დავამუშავებ და მე რა თქმა უნდა საბოლოო ეტაპსაც გადავიღებ განახებთ. ესაც შიდა მხარე, აი ეს დავამთავრეთ. თავის გერმეტიკებით. ეს დაზიანებული იყო, ესეც ავადგინეთ, ეს კინა. აქაც მეორე მხარე თავის. ახლა დაგჭა მანქანა რა თქმა უნდა, ყველაფერი მზად აქვს, ხა დავიწყოთ ამის შეღებიდან და მე უკვე გადავყოთ ნელ-ნელა მანქანას. დანარჩენს უკვე გადავიღებ ეტაპობრივად. მეგობრებო, დეტალები დავალაგეთ, ტაკომასი, ბამპერები, აბლიცოკის ზედა დამატება, ეს საინდიც ყველაფერით, ეს ერთი ცალი გვაკლია და ამოწერილი აქვს გლობელს და ველოდებით. აქაც დანარჩენი ნაწილები, ანუ მოგვიწევს ფაქტიურად სამჯერ ყველაფრის შეღებვა, სამჯერ იმას გულისხმობ, რომ ანუ ჯერ ბამპერების და იმ ნაკლადგების შეღებვა, მერე შემოვა თვითონ კუზაო შეიღებება და მერე დანარჩენი დეტალები, ანუ ორი კარი და კრილო ერთად ვერანაირად ვერ ჩავტებთ, ერთად ვერ დაეტევა რა ყველაფერი ერთად შევღებოთ. ნუ მოკლედ ეხლა ამ ყველაფერს დავიწყებ ამ ყველაფრის შეღებვას და მერე უკვე საბოლოო შედეგსაც განახებთ რა. ნუ ეხლა სტანდარტულად როგორც მიდის წეპო, მერე უკვე თავისი საღებავი და მერე უკვე ლაკი. და აქ მეგობრებო შევღებეთ. გამოვიდა იდო. აი ესე.
Так. ხვალე კიდე დავავაბანებთ მანქანას ორი ეტაპი მოგვიწევს, ჯერ მანქანას შევღებავთ უზაოს და მერე უკვე დანარჩენ დეტალებს. Так, მოკლედ მეგობრებო, შემოვიყვანეთ მანქანა, შავი შეღებილი დეტალები შიგნით არის. Так, ეხლა ამ ორი კარებს მოხსნით, სტენდზე მივამაგრებთ და კრილოსაც რამეს მოუფიქრებთ, რომ არაღამ ერთიანად დავაბაბანოთ. ეს უკვე დამზადებული ბეშიმები ქვემოთ მივასხით, როგორც უნდა იყოს ქარხნულის ანალოგიური და გაკეთებული. ესე განახოთ. აი ესე მოყვება, როგორც ხედავთ, აი ესეა თავიდან ბოლომდე. Так. და ეხლა ყველაფერს მოხსნით, დავამზადებთ, გადავწვინდავთ და მე ერთსაც გადავიღებ და მე უკვე შეღებილსაც განახავთ. შევიდეთ მეგობრებო, დავათვალიეროთ, ერთად ვნახოთ. ესეთი გამოვიდა. ეს კრილოს მდგომარეობა გახსოვთ. ფორმები ყველაფერი დავხვეწეთ, როგორც უნდა იყოს. აი ეს ადგილიც გახსოვთ. მოკლედ ფორმები ყველაფერი იდეალურად. ნაკადიც. ეს კრილოც აი ესე. გაქონდა დაზიანება და ესაც მოგვარდა იდეალურად და მეორე იყო აი ამისიც გამოვიდა იდეალურად ეს ხარეებიც იდეალურად აი ესე ეშუის თავის როგორც უნდა იყოს აი ესე ესაც კარები ესაც მეორე კარები იქ ძრომიალი მომიწია ორჯერ გადმოვწიე გადავწიერო და მელაკა და გზაღებავით დამესხა, ეს გამოვიდა. ეს გამოვიდა იდეალური. აი ეს ქვედა სტრუქტურაც აი ესე დავასხით. ესე აქ თავის ქარხნულსაც. მოკლედ იქ აღარ შევძვრები. მოკლედ აი ესე დასრულდა. მაგრამ მაინც შევარ. ესე გამოვიდა. ხარესაც და რავი შეხშრობა გვაქვს ჩართული ეს ყველაფერი გაშრება და ხვალე უკვე კარებებს ჩამოვყიდებ და გადასვლის ადგილებს დავაპოლირებ და მანქანას გავადანთ ფლობელს და აწყობილსაც რა თქმა უნდა გადავიღებ სრულ ვიდეოსაც და ჩავავდებ და განახით ეს მეგობრებო დასრულებული აწყობილი მონსტრი იდეალური თავის სტრუქტურებით აი ეს უკეთ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი და ლაიქეთ ვისაც მოგეწონა მეგობრებო მომავალ შეხვედრამდე იმ მონსტრსაც მე გადავიღებ ამასაც ამის ისტორიასაც მე ჩავაგებ